დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Arbeiter Samariter Bundes ორგანიზებით გაიმართა პროექტის კოლექტიური ცენტრების და მეზობელი თემის მაცხოვრებელთათვის კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ინკლუზიური მიდგომით. შემაჯამბელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული პირები და ბენეფიციარები. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებიდან. პროექტის მიზანი გახლდათ კოლექტიური ცენტრების მაცხოვრებლების და ასევე მეზობელი თემის მაცხოვრებლების დატრენინგება, როგორც ექიმამდელი დახმარების, ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგების მიმართულებით. მთავარი ამოცანა გახლდათ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ კონკრეტული უნარჩვევების გამომუშავება ამ ადამიანებისთვის. შემაჯამებელ შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, სირთულეები და მათი მოგვარების გზები. ასევე მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობის ჯგუფებისთვის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საევაკუაციო ღონისძიების განხორციელებისათვის შექმნილი რეკომენდაციების პრეზენტაცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ სიტუაციებს, თუ რა დაბრკოლებები იყო მუშაობის პროცესში და მივაქციეთ ყურადღება, ან გაუზიარეთ ერთმანეთს დამოკიდებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს დაბრკოლებები. დოკუმენტები, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შემუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლმილთა სამინისტროს.